გამარჯობა, Reopen Media-ის ეთერში გთავაზობთ ყოველკვირეულ ქართულენოვან გამოშვებას. ჩვენი მთავარი მიზანია დროულად და სანდოდ მოგაწოდოთ ინფორმაცია სომხეთში და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე, გაგაცნოთ რეგიონში განვითარებული ახალი მოვლენები და მათი მნიშვნელობა. ჩვენ მუშაობთ სომხეთის რესპუბლიკისთვის, ხოლო ქართულენოვან აუდიტორიას ვაცდით სრულ ყოფილ სურათს მიმდინარე რეალობის შესახებ. გამოშვებას სრულიად ქართულ ენაზე შეგიძლიათ უყუროთ ჩვენს YouTube არხზე. მე ვარ ანა თანდარიანი და დღეს ჩვენ ერთად გავაანალიზებთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს. დღეს ეთერში კი ნახავთ. ევროკავშირი და თურქეთი ამკვეთრებენ თანამშრომლობას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ხელშეწყობისთვის. სომხეთმა და ევროკავშირმა დაამტკიცეს თანამშრომლობის ახალი სტრატეგიული დღის წესრიგი. ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ 2026 წლის არჩევნებზე საზოგადოება მშვიდობას დაუჭერს მხარს. რუსეთი ევროკავშირს აფრთხილებს უმკაცრესი რეაგირების შესახებ, თუ ბრიუსელი გაყინული აქტივების გამოყენებას გადაწყვეტს. ეს და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები Reopen Media-ის ქართულენოვან YouTube არხზე ნახავთ. დარჩით ჩვენთან და აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი.